ნეაპოლში ახლა ბოლოს ეს ვიდეო რაც დაიდო ნაპოლისთან გამოშვიდობების მეც მომიწია ყოფნა და ვეხმარებოდი რაღაც ამ ამბავში რა ვიდეოს გადაღებაში და იქ კადრი რაც არის მურალთან დიეგოს მურალთან რა გავედით ღამის 3 საათზე რა თან არ იქნება ხალხი თქო რა იმიტომ რომ ეს ნეაპოლში კარგად არც იყო ქალაქში გასული იმიტომ რომ სიგიჟე ხდება იქ წარმოუდგენელია ეგეთი ფეხბურთის სიყვარული და იქ როგორც ეგ უყვარდა ტემპერატურაში ანუ არ გადაყლაპავდნენ ოღონდ სიყვარულით გადაყლაპავდნენ მაგრამ ვერ გახვიდოდი გარეთ რა ხო რა გადაყლაპო სიყვარულით ხდება მაინც გადაყლაპო არ და გავედით ამ მურალზე ღამის 3 საათია ისა რა ქვია შევედით შიგნით რაღაცებს ვიყავთ და მალე უნდა დავამთავროთ რა პატარა კადრები იყო ასაკები და ვიღაც მოდის სკუტერით რა არ ვიცი სიბნელეში და საიდან იმას ხნა კვიჩა რაღაც ყვარა ეძახს და აუ და ხვიჩა მთელ ჩუო რა მე ვარო მაგრამ არ იყვირო ოქთ ხო რა და იმან ერთი ფოტო მინდაო რა მეტი არაფერიო და მივიდა ყვარა გადაიღო ფოტო რაღაცა და მიჩამოთხრა რაღაცას ვიღებო და ხო რა ფოტო ხო გაქო და არ იმას ხნა ხავშ არ უთხრაო რა არაო რაღაცა ხმ ერთი რაღაცები იძახა არავისა ეს ჩავიდა იქეთ ქუჩაში და ყველას უთხრა იქ ვინც ხვიჩა არის ემოთო აი ფილმებში რო ხალხი ეგრე მოდიოდა ევროტრიპში რო ხო იმენა რაღაცა და მანქანაში ლიჩავჯექი წამოვედი იმიტომ წარმოუდგენელი იყო იქ რაოდენობის ხალხი ჩანდა რომ ქვედა ქუჩიდან ამოდია და მე ის რა ქვია ტაქსი გავაჩერე რა მივდიოდი სადღაც და რაღაც ეგრევე მიხვდა რაღაც საქართველოს ხვიჩა რაღაც და მართლა გადადისო პსჟ-ში ეს ტაქსი წოლი მეკითხა და მეთქი არ ვიცი წარმოდგენა არ მაქვს თქო და აი გეფიცები თუ რამე შევამატებდი უბრალოდ ეხეს არ ხო არ გადავღებდი რაღაცატირდა იქნებოდა ალბათ ერთ 60 წლამდე კაცი რა ტირო და უყურებ და მიყვირს თან მეთქი ხა რაღაც რა ვიცი თან მიყურებს თან ტირის ეს კაცი მეთქი გავაჩეროთ ვისაუბროთ მეთქი ანუ აქ ვერც წარმოვიდგენო რა რომ აქედან შეიძლება წავიდესო იმდენად შეგვაყვარაო და სხვანაირად დაგვიბრუნაო და ეს სკუდეტო მაგათთვის ყველაფერი იყო რა